მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია. მე ეკასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიდეა, რომელიც მარტის თვეში ქალბატონებს ეძღვნებათ. ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული ექიმი ქალბატონების მოღვაწეობის, მათი საქმიანობის, იმ პრობლემების გაშუქება, რომლებსაც ისინი ემსახურებიან, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება მედიცინის, რომელსაც პირველადი ჯანდაცვა ქვია, ყველაზე აქტუალურია ნებისმიერი მოქალაქისათვის. ამიტომ დღეს ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ პირველადი ჯანდაცვის ექსპერტები, ექიმები, ქალბატონი ნატო შენგელია და ქალბატონი მარინა შიხაშვილი. მოგესალმებით საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით ქალბატონო ეკა. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის გულწრფელად, იმიტომ რომ იცით თქვენ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ მიმართ, თქვენი საქმიანობის მიმართ და მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ ზუსტად ამ ჭრილში, საექსპერტო ჭრილში, გარკვეულწილად აკადემიური კუთხით რომ განვიხილოთ, იმიტომ რომ ერთია მოსახლეობას როგორ წარმოუდგენია პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმის სამსახური და სხვა, მაგრამ მეორეა როგორ განიმარტება ეს ქალბატონო მარინა თქვენგან დავიწყებდი და მე უკვე ამის მიხედვით მივყვეთ ძირითად პრობლემებს. მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენ ეს თემა წამოწიეთ, იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვა, ასე ვთქვათ, ყოველთვის აქილევსის ქუსლივით არის. ზოგადად იძახიან პირველადი ჯანდაცვა, მაგრამ მისი შინაარსი, არსი, ფილოსოფია არა თუ მოსახლეობამ სამედიცინო სისტემაშიც ბოლომდე არ არის გააზრებული და გაგებული. ამიტომ პატარა მიმოხილვა და უშუალოდ რა არის პირველადი ჯანდაცვა და რას ნიშნავს კარგი პირველადი ჯანდაცვა, იმიტომ რომ შემდეგ უკვე კარგად გავიგოთ რა გამოწვევები გვაქვს, დღეს რა გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ, რა გვინდა, სად გვინდა რომ მივიდეთ, ამიტომ პატარა ექსკურსივით გავაკეთებ. წარმოვიდგინოთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ის პოპულარულ დონეზე, ჯანდაცვის სისტემა არის პირამიდა და პირამიდას აქვს ფუძე და ეს ფუძე არის პირველადი ჯანდაცვა. ანუ ჯანდაცვის სისტემის ფუძე, როგორც იძახიან ხოლმე, არის პირველადი ჯანდაცვა და რადგან ფუძეა მოსახლეობის პირველი კონტაქტი, პირველი შესვლა ჯანდაცვის სისტემაში, ყოველთვის არის პირველადი ჯანდაცვიდან. და პირველადი ჯანდაცვა ეს არის ადგილი, სადაც მოსახლეობა ღებულობს ყოვლის მომცველ მომსახურებას. რას ნიშნავს ყოვლის მომცველ? ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირველად ჯანდაცვაში შეხვალ და დაგვხდება იქ ნეიროქირურგი, რომელიც რთულ ოპერაციას გაგიკეთებს. არა, ეს არის ადგილი, სადაც ყველა საჭიროება, რაც კი გაქვს, მოხდება მისი იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე სისტემაში განაწილება, ასე ვთქვათ. ანუ ეს არის კარიბჭე, ჩვენ მეორენაირად ესე ვეძახით ხოლმე და ოჯახის ექიმები, რომლებიც არიან და ზოგადად საოჯახო მედიცინა არის პირველადი ჯანდაცვის ძირითადი მომსახურე, ასე ვთქვათ. პირველადი ჯანდაცვა, საოჯახო მედიცინა თავისი ოჯახის ექიმი თავისი გუნდით, ის ხალხია, რომელიც პირველად ჯანდაცვაში მოღვაწეობენ. თუმცა პირველ დონეზე შეიძლება სხვა სპეციალიზირებული სერვისებიც იგულისხმებოდეს, მაგრამ ეს არ არის საოჯახო მედიცინა, ეს არ არის პირველადი ჯანდაცვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა იცოდეს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. სად მიდის, ვისთან მიდის და შემდეგ უკვე ეს ოჯახის ექიმი უვლის ამ ადამიანს და ასე ვთქვათ, ოჯახის ექიმი ემსახურება მოსახლეობას, მასთან მიმაგრებულ მოსახლეობას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ოჯახის ექიმს, ასე ვთქვათ, აქვს თავისი პაციენტების სია და აი ხიბლი პირველადი ჯანდაცვის ხიბლი საოჯახო მედიცინის არის ის, რომ ყველა მიცის თავისი მიმაგრებული პაციენტების სია და ესე იგი ის პაციენტები იციან მათ დაბადებიდან და ასე ვთქვათ, ჭყალებში რომ ვთქვათ, სიცოცხლის ბოლომდე. და ემსახურებიან ორივე სქესის მოსახლეობას, ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი პრობლემის, როგორც თავიდანვე ვთქვით, გადაწყვეტაში ღებულობენ მონაწილეობას და რომ ვთქვი, კარიბჭე, აი ზუსტად ოჯახის ექიმს ეძახიან, ასე ვთქვათ, gatekeepers, ანუ მეკარეს, უკაცრავად.
და ის სისტემაში უშვებს და მეორენაირად ოჯახის ექიმი არის რესურსების გამნაწილებელი ჯანდაცვის სისტემაში და რესურსების ქვეშ იგულისხმება როგორც ადამიანური რესურსი, ანუ იქ რომელ სპეციალისტთან უნდა წავიდეს, იქ ინსტრუმენტული გამოკვლევა, რა სჭირდება პაციენტს უშვებს სისტემაში და რა თქმა უნდა ფინანსური, რაც მიბმულია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საოჯახო მედიცინისთვის და საერთოდ პირველადი ჯანდაცვის პროგრამისთვის დამახასიათებელია ის, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ბაზისური პაკეტი, რომლის მოცულობაც ძალიან არის მიბმული ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობასთან. თუ ქვეყანა არ არის კარგ ეკონომიურ მდგომარეობაში, ისეთი ქვეყნის ბაზისური პაკეტი არ არის ფართო და ნატო გაიხსენებს 2000 წელს ცოტა მერეც ჩვენი ბაზისური პაკეტი შემოიფარგლებოდა იმით, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ უბნის ექიმის, ოჯახის ექიმის მომსახურება. კვლევები არ შედიოდა არანაირი სპეციალისტების მომსახურება და კიდე სხვა დამატებითი კვლევები პროგრამით გათვალისწინებული არ იყო. შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ბაზისური პაკეტი გაფართოვდა, მაგრამ ეხლა უკვე 2025 წლიდან დაიწყო რეფორმა და მე იმედი მაქვს, რომ 26 წელში ის განსაკუთრებულად გაშლის ფრთებს. ბაზისური პაკეტი ბევრად შეიცვალა, მისი მოცულობაც, მისი ღირებულებაც და ბევრად უფრო მომხიბვლელია იმასთან შედარებით, რაც როდისმე ჩვენს ქვეყანაში ყოფილა. ძალიან მიიზიდავს უკვე პაციენტებს, რომ პირველად ეს მოგცემს საშუალებას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის და რაც ყველაზე მთავარია, საოჯახო მედიცინა პირველადი ჯანდაცვა დაფუძნებული არის პროაქტიულ, პრევენციულ სერვისებზე, თქმა უნდა. ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტები ექიმთან მიდიან მაშინაც, როდესაც მათ აქვთ საჭიროება, ჯანმრთელობის საჭიროება, მწვავე საჭიროება და მაშინაც, როდესაც მათ არ აქვთ ჯანმრთელობის საჭიროება და აი ზუსტად ამ ნაწილში ირთვება პროაქტიული, ანუ პრევენციული სერვისები. ანუ ადამიანი თავისი პაციენტი ასაკიდან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი სპეციფიური პრევენციული სერვისების საჭიროებაც კი გააჩნია. მაგალითად, ბავშვთა ასაკში ეს არის ბავშვთა მეთვალყურეობა, იგივე შუა ასაკში ეს არის 18-დან 65 წლამდე. სქესის მიხედვით სხვადასხვა სკრინინგული ღონისძიებები დაწყებული, მაგალითად კიბოს პრევენცია, ეს იქნება ძუძუს კიბო, ანუ პრევენციული კვლევა, ეს იქნება საშვილოს ნოსყელის სკრინინგი თუ სხვა, ასევე ქრონიკული გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სკრინინგი, ეს იქნება იგივე მაგალითად წნევის გაზომვა ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან საჭირო, იმიტომ რომ ეს არის დაავადება, რომელსაც სიმპტომატიკა არ აქვს და თუ პაციენტს წნევას არ გაუზომავთ, ან ვეტყვით, რომ უნდა გაიზომოს, შეიძლება არც იცოდეს, ზუსტად იგივე სიმპტომატიკა აქვს შაქრიანი დიაბეტსაც, რომელიც საკმაოდ დღეს უკვე მთელ მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული და საკმაოდ ისეთი დიდი ტვირთია რა პაციენტისთვის და რა პაციენტის ოჯახისთვის. ამიტომ აი ესეთი თავისებურებები პირველად ჯანდაცვას არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი და რაც ყველაზე მთავარია პირველადი ჯანდაცვის ნომერ პირველი საქმიანობა ეს არის პაციენტის განათლება. ანუ განათლება რთული რგოლია დღესდღეობით, ხო. პაციენტის განათლება და შემდეგ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მოდიფიცირება. ძალიან მარტივია პაციენტს დაუნიშნო მედიკამენტი და მისთვის კიდე უფრო მარტივია რომ მიიღოს ტაბლეტი ან კიდე სხვა რაღაცა ესეთი. ვიდრე დაიცვას სკოლაში. ვიდრე წესით მიყვეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ამას ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით, იმიტომ რომ პაციენტის განსწავლა არის ნაწილი, რომელზედაც პატარა ცალკე ბლოკი გამოვყოთ ჩვენს გადაცემაში დღეს და მიუძღვნათ. ძალიან დიდი მადლობა ამ შესავალისთვის და მე მინდა რომ გარკვეულწილად ეს ხაზი გავაგრძელოთ ჯერ კიდევ. ქალბატონო ნატო
და იქნება გარკვეულწილად ისიც აღნიშნოთ საერთოდ მოვიდა იდეა. ახლა ჩვენ მე იდეაში ვართ პირველადი ჯანდაცვის, იმიტომ რომ ასეთი დიდი ისტორია აქვს 70-იანი წლებიდან მოყოლებული რამოდენიმე დეკლარაცია, ქარტია, ასე შემდეგ, ჯანმოს დოკუმენტები ახლავს ამასთან, თავისი ძირითადი პრინციპები აქვს, როგორც ვიცით, ну ზოგი 4-ს გამოყოფ, ზოგი 7-ს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ ფაქტობრივად განმარტავს არს. ეხლა ანტიკური პერიოდიდან არსებობს ექიმის მომსახურება და ჯერ კიდევ შუმერებს ყავდათ, ხო, ესეთი თვითნასწავლი მკურნალები, რომლებიც დადიოდნენ და ხალხს რო გამოეცნო სპეციალურად განსხვავებულადაც კი ეცვა, რომ დაეძახა და მიღებული იყო, რომ მაინც ბინაზე მიდიოდნენ, იმიტომ რომ სხვაგვარი მაშინ ექიმები ემსახურებოდნენ იქ, სადაც პაციენტი იყო და არ ჰქონდათ თავის დაწესებულება და მე რაც შეიქმნა მაინც უფრო ჰოსპიტალური, კლინიკური ესეთი თუნდაც იგივე უძველეს პერიოდი თუ შუა საუკუნეები თუ სხვა, მაინც ჰქონდა უფრო პაციენტთა სახლები და ჰოსპიტლები. ანუ იმის თქმა მინდა რომ აი ეს პოლიკლინიკური სისტემა, როგორც გვგზავნით, როცა ყველა მომსახურება შეიძლება და ერთი საფარქვეში და ყოფილიყო ხელმისაწვდომობა, ფაქტობრივად თემზე დაფუძნებული და ახლოს ნებისმიერ ტიპის მოსახლეობის და მათ შორის სოფლის, აი ეს იდეა საიდან გაჩნდა, ну საჭიროება მოიტანა, გასაგებია, მაგრამ აკადემიურ წყობაზე ვსაუბრობ და მე როგორი სახე მიიღო უკვე მე-20 საუკუნეში, იქნება ეს ექსკურსი გავაკეთოთ. პირველ რიგში მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამ თემას შეეხეთ საერთოდ, იმიტომ რომ პირველადი ჯანდაცვა ნამდვილად საჭიროებს პოპულარიზაციას და ეს არის ჯანდაცვის სისტემის ის ნაწილი, რომლის სიძლიერეც განაპირობებს ზოგადად ჯანდაცვის სისტემის კარგ გამოსავლებს, მინდა გითხრათ. ასევე ვეთანხმები ქალბატონ მარინას ყველა იმ მიმოხილვასთან დაკავშირებით, რომელიც მან ახლა აქ წარმოადგინა და რაც შეეხება საიდან მოდის პირველადი ჯანდაცვის იდეა. მოგეხსენებათ ზოგადად, რომ მედიცინა თანდათანობით ვითარდება და გამომდინარე იქიდან თუ რა საჭიროებებია მოსახლეობის, რა თქმა უნდა, მედიცინის ძირითადი ფუნქცია და არსი არის ის, რომ მოერგოს ამ საჭიროებებს. პირველად სხვათაშორის ეს იდეა გაჩნდა სადღაც მე-19 საუკუნეში, ეს იყო ფრენსის პებოდი, ეს იყო ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მან წარმოთქვა ეს იდეა, რომ მედიცინა ძალიან სპეციალიზირებული გახდა და უმრავლეს შემთხვევაში ადამიანები მიდიოდნენ მაგალითად თავის ტკივილის გამო ნევროლოგთან. მაგალითად გულის ტკივილის გამო პირდაპირ კარდიოლოგთან და ასე შემდეგ და იქ პირველად წარმოექმნა ეს იდეა, რომ მედიცინა საჭიროებს უფრო განზოგადოებას. ანუ უფრო ზოგადი პროფილის ექიმების არსებობას, რომლებიც უფრო ყოვლის მომცველად და ჰოლისტიკურად შეხედავდნენ ადამიანის პრობლემებს. თუმცა მაშინ სამედიცინო საზოგადოება ჯერ არ იყო მზად იმისთვის, რომ პირველადი ჯანდაცვის იდეა დამკვიდრებულიყო. ეხლა ჩვენ ყველას გვახსოვს ჩეხოვის მოთხრობები და რუსეთში იყო ეს ეგრეთ წოდებული ზემსკი ვრაჩ, ხო, რომელიც დადიოდა ეს სოფლებში და დიდესი საქმე აქვს გაკეთებული თავად. ნამდვილად, განსაკუთრებით ქოლერასთან ბრძოლაში და ორგანიზებაში. და თუნდაც ბულგაკოვის მოთხრობები იმასთან დაკავშირებით, როდესაც მან დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და მიდიოდა, სადაც პრაქტიკულად სოფელში ის იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აწვდიდა ამ სამედიცინო მომსახურებას და ძირითადად ალბათ ეს იყო სწორედ აი მოშორებული უბნების საჭიროება, სადაც დაუშვათ ადამიანს არ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირ მიმართულიყო სპეციალისტთან და იყო იმის საჭიროება, რომ ყოფილიყო ზოგადი პროფილის ექიმი, რომელიც განსაზღვრავდა ამ ადამიანის საჭიროებებს, პირველ დონეზე უმკურნალებდა და იმ შემთხვევაში, როდესაც გართულებული პრობლემა იქნებოდა და იქნებოდა რეფერალის საჭიროება, მოახდენდა ამ ადამიანის მიმართვას უკვე სპეციალისტთან. ამ იდეას უკვე ხორცის შეესხა 1978 წელს, ეს იყო ალმა-ატის დეკლარაცია, როდესაც 160-ზე მეტმა ქვეყანამ ალმა-ატაში შეიკრიბა და სხვათა შორის 2018 წელს იყო 40 წლის დავი უკვე ამ ალმა-ატის დეკლარაციაში და ჩვენც მონაწილეობდით მაშინ ალმა-ატაში ამ საერთაშორისო კონფერენციაში და ისინი შეთანხმდნენ, რომ პირველადი ჯანდაცვა არის სწორედ ეს პირამიდის საფუძველი და ქვეყნის სისტემის საფუძველი და რომ ძლიერი პირველადი ჯანდაცვა განაპირობებს ეგრეთ წოდებული ამბულატორიულად მგრძნობიარე დაავადებების კარგად მართვას, რა არის აი თუნდაც ქალბატონმა მარინამ რაც ახსენა, ეს არის არტერიული ჰიპერტენზია, ეს არის შაქრიანი დიაბეტი, გულსისძახთა დაავადებები
ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, ასთმა, მქუდი, თუ ამ დაავადებებს ზოგადი პროფილის ექიმი კარგად მართავს ამბულატორიულ დონეზე, შემცირდება ჰოსპიტალიზაცია და მოგახსენებათ, რომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი ხარჯი არის დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციასთან. შემცირდება სიკვდილიანობა და ნომერ პირველი მკვლელი მსოფლიოში არის სწორედ გულსიძახვა დაავადებები, ასევე თუ სკრინინგს დროულად ჩაატარებ და საშვილოსნოს ყელის კიბოს, სარძევე ჯირკვლის კიბოს და სწორი ნაწლავის კიბოს დროულად აღმოაჩენ, კიბოთის სიკვდილიანობაც და შესაბამისი, ასე ვთქვათ, დანახარჯები, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავა. ამიტომ ალმა-ატის დეკლარაციის შემდეგ უკვე ქვეყნების უმეტესმა წილმა და თქვენ მოგახსენებათ, რომ დასავლური მედიცინა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, ეს იქნება ინგლისი, შვედეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ამერიკა, ძლიერ პირველად ჯანდაცვაზე არიან დაფუძნებული. და რაც შეეხება საქართველოში ჩვენთან, ეს იდეა დაიწყო 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც იყო ბნელი 90-იანი წლები. კი ბატონო. და მაშინ ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ ეგრეთ წოდებულ know-how ფონდთან ერთად გადაწყვიტა, რომ დაშლილი იყო საბჭოთა კავშირი, ეს პოლიკლინიკური სისტემა იყო სრულიად დაკოლაფსებული და საჭირო იყო, რომ ნახეთ საბჭოთა კავშირის პოლიკლინიკური სისტემა ერთის მხრივ კი იყო პირველადი ჯანდაცვის გარკვეული პრინციპი, მაგრამ ბევრი იყო ფორმალობა. ანუ აი თუნდაც ეს საგანმანათლებლო აქტივობები რაღაცნაირად უფრო ფორმალობა, რომ აი ამდენ პაციენტს უნდა ჩაუტარო განათლება და ხშირად ეს ცოტა ფორმალურად ხდებოდა და გარდა ამისა იქ იყო მაინც თერაპევტი ცალკე, პედიატრი ცალკე, ანუ ეს თერაპევტი ბავშვებს არ ემსახურებოდა და პედიატრი ასევე მოზრდილ პაციენტს არ იღებდა და გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანამ ჩათვალა, რომ ქვეყნისთვის უფრო ხარჯთეფექტური და ეფექტიანი იქნებოდა პირველადი ჯანდაცვის სისტემის დამკვიდრება, მაშინ გადაწყდა, რომ ეს სისტემა აღდგენილიყო და გაუმჯობესებულიყო. ამიტომ აი ქალბატონი მარინაც და მეც პრინციპში მივეკუთვნებით იმ პირველ თაობას, ასე ვთქვათ, ოჯახის ექიმების, რომლებიც მაშინ მომზადდნენ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში და ინგლისელი სპეციალისტები გვიტარებდნენ მაშინ ტრენინგებს და ჩვენ იქ მივიღეთ განათლება და შემდეგ ეს პროცესი დაიწყო და ნელ-ნელა მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს პროცესი მეც მახსოვს, იმიტომ რომ თან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო და მათ შორის აი ამ ასტანის კონფერენციის და დეკლარაციის ხსენებისთვის და მით უმეტეს ის არის საინტერესო, სხვა შორის მე მაქვს კიდევ საინტერესო ინფორმაცია იუგოსლავიის ასე ვთქვათ მაგალითი, აი თქვენ სოფლები რო ახსენეთ და ჩეხოვი იმან გამახსენა. იქაც პრინციპში სოფლის მოსახლეობაზე არ ქონდათ და თემზე დაფუძნებული და აი ამიტომ და მე ჯანმომ მგონი 2008 წელი იყო, როდესაც ძალიან უკვე კაფიოთ ამასთან დაკავშირებით გააკეთა სწორედ მოდელის სტანდარტული მოდელის აუცილებლობა და ბრიტანეთიც რო ახსენეთ, იქაც მე ვფიქრობ ძალიან უნიკალურია ის, რომ ნულოვანი დონეც კი აქვთ მომსახურების, აი სწორედ პაციენტის, ასე ვთქვათ, სორტირების მიზნით ჯერ ხდება ადრე ტელეფონით ხდებოდა, ახლა ალბათ ონლაინ არის და გამოკითხვა და აი უკვე მოსვლამდე სანამ მოვა პირველად ჯანდაცვაში უკვე მეტნაკლებად გადამისამართებულ სორტირებულია და ეს ძალიან ზოგავს პაციენტის დროსაც, ფინანსებსაც და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად შევეხებით აი ეს სწორედ ხარჯთეფექტურობის ფონდების სწორი ალოკაციის და ჰოსპიტალიზაციის პროცენტის შემცირების თემას უფრო ღრმად რომ აყურებელმა უკეთ გაიგოს. თუმცა აქ მინდა ქალბატონ მარინას კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, რომ ეს პირველი ნაწილი ზოგადად სტრუქტურული ამოვწუროთ, რას ნიშნავს პირველად ჯანდაცვა, იმიტომ რომ თან მე მქონდა ბედნიერება მეც კი რა როგორ მუშაობდა ქალბატონი მარინა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა რეფორმას და მე თვითონ უბნის თერაპევტი გახდით 4 წლის განმავლობაში, აი იმ ყველაზე რთულ პერიოდში 93-დან 97 წლის ჩათვლით მუშაობდი პოლიკლინიკაში და მინდა გითხრათ, რომ საუკეთესოდ მახსენდება ის საშინელი ცივი და ბნელი პერიოდი, როცა დავხტოდი კაბინეტში სიცივისგან და პაციენტს რო შემოახვდა. უკან ხურავდა კარს ეს მოხტუნავი ექიმი არ უნდა და მაგრამ ნუ საშინელი პირობები იყო. ნამდვილად ჩვენი кейსებით დავდიოდით ჩვენი წამლებით, მაგრამ აი სწორედ პროდრომის დონეზე, პრეკლინიკურ დონეზე, ან პირიქით ძალიან მიშვებულ დონეზე, როცა ყავდა ეს ქრონიკული კომორბიდები, რასაც ქვია პაციენტი, ძალიან ბევრ ამას სწავლობდი. თუმცა
ჩვენ არ გვქონდა ფაქტობრივად კვლევის არანაირი მეთოდები. არც ხო, ახლა ეხოსკოპიაზე და მას კატეზე ვისაუბრებს. რენტგენია მის საშუალებაც ხშირად არ იყო და არც სისხლის და შარდის ანალიზის ზოგჯერ თუ შუქი არ მოდიოდა. ანუ იმის თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ აი ესეთ პერიოდში შეიქმნა და ალბათ ზოგი ჭირი მარგებელია, სწორედ ყველა ის რისკი იქნა გათვალისწინებული, რაც შეიძლება ქონდეს ტერიტორიული ფინანსური ინფორმაციული ხელმისაწვდომობის არ მქონე პაციენტს სადღაც დაუშვათ მიყრობულ ადგილას ან ჩვენ რო გროს რუც ვეძახით არა ისეთ პოპულაციას საერთოდ არ აქვს ბინაც კი არ მიეკუთვნება და რატო გავაკეთე ეს შესავალი იმიტომ რომ მე მინდა თქვენ ახლა მაყურებელს მოკლედ აუხსნათ როგორ ხდება გარკვეულწილად მიკუთვნება უბნის მოსახლეობის ჯანმო სტანდარტი როგორია ერთ ექიმზე რამდენი უნდა იყოს და აი რა როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში თუ აღრიცხული არ არის პაციენტი არ არის მიმაგრებული საცხოვრებელ ადგილზე და ასე შემდეგ. ბატონო, მადლობთ. ანუ მე აღვნიშნე თავიდან რომ პირველ ჯანდაცვაში ასე ვთქვათ მუშაობს საოჯახო მედიცინა, ანუ ეს ნიშნავს რომ იქ არის საოჯახო მედიცინის გუნდი, ოჯახის ექიმის გუნდი. გუნდი სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა კომპოზიციით. ესეც ქვეყნის განვითარების დონიდან გამოდის, მაგალითად დასავლეთ ევროპის და ამერიკაშიც ამ გუნდი ძალიან ესეთია ფართოა. მართალია იქ გუნდის ლიდერი ყველგან არის ოჯახის ექიმი, მაგრამ იქ არიან ექთნები და მრავალფეროვანი ექთნები არიან. იქ არის პრაქტიკის ექთანი, ბებიაქალი ექთანი, ჯანმრთელობის ვიზიტორი, ანუ მათ სხვადასხვა ფუნქციები აქვთ, ძალიან ფართოა, რაც ძალიან ხელს უწყობს ეხმარება ოჯახის ექიმს და რაც თავარია პაციენტი ღებულობს ძალიან ყოვლის მომცველ მომსახურებას. აი მაგალითად ერთი მაგალითი რომ მოგიყვანოთ ჩვენი სწავლის პერიოდში რომ გადამზადება რო ხდებოდა ხოლმე ძალიან ისე ტრაფარეტული მაგალითი იყო რომ მაგალითად 75 წელს გადაცილებული მოხუცი რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი და აქვს პრობლემები და სახლს არის მიჯეჭული მასთან დადიოდა აქვს კიდე სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც მასთან სახლში დადიოდა ერთი პრაქტიკის ექთანი რომელიც ესე იგი დიაბეტს მართავდა მერე დადიოდა ხიროპოდისტი რომელიც ხიროპოდისტი ანუ ადამიანი რომელიც ტერფის ჯანმრთელობას აკვირდებოდა სოციმუშაკი რომელიც სოციალურ პრობლემებს უგვარებდა და ასე შემდეგ ეს ყველა იყო პირველი ჯანდაცვის გუნდის შემადგენელი წევრები. ну ჩვენთან საქართველოში რა მოცემულობა გვაქვს ჩვენთან სამწუხაროდ გუნდის კომპოზიცია თავიდანვე და დღეისათვისაც არის ორი ადამიანი ეს არის ოჯახის ექიმი და ექთანი ექთანი რომელის მოვალეობაში შედის ასე ვთქვათ ყველაფერი რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი იმიტომ რომ ყველაფერი ეს ნიშნავს არაფერს იცით აი რაღაცა ძალიან და თან რაც თავარია აი ესეთი ერთი ექთანიც კი საქართველოში არის დეფიციტი საქართველოში არის პრობლემა საერთოდ საუბრობთ განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვაში ზოგადად მინდა გითხრათ რომ პირველად ჯანდაცვაში ნატომაც იცის არ მიყვარს ამის თქმა მაგრამ დარგი ცოტა ბერდება ექიმებიც უკვე ნაკლებად მიდიან ახალგაზრდებისთვის ეს არ არის მომხიბვლელი რატომღაც და ამ დროს მე ძალიან მომწონს საოჯახო მედიცინა ოჯახის კი ეს არის ნამდვილი ზრუნვა პაციენტზე და მართლა მისი ოჯახის წევრობა შემდეგ არის რა ქვია შესაბამისად საექთნო კომპონენტიც აი ესე ძალიან ღარიბად გამოიყურება ძალიან ბევრი პირველ ჯანდაცვის კლინიკებში ექთნები მინიმალური რაოდენობით ყავთ აი ძალიან მინიმალური რაოდენობით აქ მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური мотиваცია რომელიც საექთნო სისტემაში არის ძალიან დაბალი ჰოსპიტალშიც და განსაკუთრებით პირველ ჯანდაცვაში და ეს ალბათ არის პრობლემა რომელიც პირველ რიგში უნდა დადგეს იმიტომ რომ ნახეთ ძალიან კარგია ექიმი როდესაც გასინჯავს პაციენტს დაუსვავს დიაგნოზს იქ რაღაცა დანიშნულებასაც მიცემს მაგრამ health care რას ნიშნავს care
ანუ ზრუნვა. შემდეგი ზრუნვა არის საექთნო კომპონენტი. მეთვალყურეობა ბოლოს და ბოლოს. მეთვალყურეობა, ანუ მოვლა პაციენტის მოვლა, რასაც ქვია, ეს არის საექთნო კომპონენტი და ამიტომ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი ამ მოვლაზე დამოკიდებული არის ექიმის წარმატება. რაც არ უნდა კარგი დანიშნულება მიცე, რაც არ უნდა კარგი სწორად და დროულად დასვა დიაგნოზი, იქ თუ ის მოვლის კომპონენტი არ ჩაერთვება, შენ დანიშნულებას ის ეფექტი არ ექნება და საბოლოო შედეგი არ გვექნება ისეთი როგორიც გვინდა. ამიტომ აი გუნდის კომპოზიციიდან გამომდინარე ცოტა გვიჭირს საქართველოში. კი ბატონო. ეხლა თვითონ რაოდენობა პაციენტების მაქსიმალური რა შეიძლება ყავდეს? ესეც სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვა ნორმა, ჩვენთვის მიღებული არის 2500 პაციენტი ერთ უბანზე. ეხლა როგორ ხდება მიმაგრება? ზოგადად იცით სემაშკოს მოდელის დროსაც, ანუ საბჭოთა კავშირის დროსაც თუ გახსოვთ, იყო მართალი იყო ბავშვთა პოლიკლინიკა მოძვლდა, მაგრამ იყო საუბნო პოლიკლინიკები და ყველა თავისი უბნის თერაპევტი. ხო, იმიტომ ერქვა უბნის პედიატრი, უბნის თერაპევტი. ეხლა კანონი პაციენტის უფლებების შესახებ იძლევა საშუალებას პაციენტმა არჩიოს ექიმი. მაშინ ამის საშუალება არ იყო, მაშინ მიხვიდოდი პოლიკლინიკაში და გეტყოდნენ რომ იცი რა შენი უბნის ექიმი არის და იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში შეიძლება და გადასულიყავი, მაგრამ ეს პრაქტიკულად არ ხდებოდა ხოლმე. ეხლა შენ შეგიძლია არჩიო როგორც დაწესებულება პირველადი ჯანდაცვის, ასევე შეგიძლია არჩიო ექიმის დაწესებულების შიგნით. მაგრამ რეფორმა, რომელიც 26 წლიდან დაიწყოს, მე მგონი, რატო ითვალისწინებს იმას, რომ რეკომენდირებულია, რომ პაციენტი მიმაგრებული იყოს საცხოვრებელ ადგილთან. თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუმცა აქაც ახლა გამომდინარე იქიდან, რომ ჩაწერის სისტემა არ არსებობს და ეს საცხოვრებელი მისამართი ცოტა გაურკვეველია და პრობლემურია. ამიტომ ეს ნაწილი ცოტა ისეთია. თუმცა მე რომ მკითხო, ეს ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის გარეშე ალბათ იქნება შესაძლებელი. მიგრაცია მოსახლეობის რას ნიშნავს ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი? ადამიანს შეიძლება კონდეს 3-4 ბინა მაგალითად ცხოვრობდეს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სოფელში ცხოვრობს, მაგრამ შეიძლება 3 დღე იქ არის, 4 დღე აქ არის. კი ბატონო, და თან ეს უბნობრივობა, ანუ როგორც თქვენ ბრძანეთ, თემზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ეპიდემიების დროს, ხო? იმიტომ რომ როდესაც ეს შენი უბანი, ანუ შენი პაციენტების სია შედგება რაღაცა კონკრეტულ უბანზე მცხოვრები ადამიანებისგან, საკმარისია ერთი ინფექცია გაჩნდეს, მაგალითად ბავშვთა ასაკში ერთი წითელა ან წითურა ან ჩუტყვავილა რო გამოჩნდება, შენ უკვე იცი, რომ იქ სამეზობლოში შეიძლება ის დაავადებები გამოჩნდეს. ამიტომ აი დღეს ცოტა ისე ვართ, იცით, გაურკვევლად მართალია წერია დადგენილებაში, რომ სასურველია საცხოვრებელი უბნის მიხედვით მიმაგრება, ანუ ტერიტორიული პრინციპის დაცვა, მაგრამ თან ამას ბევრი კიდე რაღაცა მაგრამაც მოყვება და შეიძლება რაღაც კონკრეტული ჩაიწეროს, ჰიპერბიუროკრატია შეიძლება გამოგვივიდეს და ძალიან გვეხმარება. მაგალითად, როდესაც ბავშვი გაჩნდა სამშობიაროში, ადრე სამშობიაროდან ბავშვი გამოდიოდა და უბნის ექიმა იცოდა რომ ახალშობილი იყო უბანზე. მიდიოდა პატრონაჟის მედ და პირდაპირ. იქ დროული პატრონაჟი ხდებოდა, ხო, პირველი 10 დღის განმავლობაში თუ პირველი ერთი კვირის განმავლობაში. დღეს უკვე ეს ცოტა გაჭირებულია, რის გამოც სამედიცინო მომსახურების ხარისხი ზარალდება ძალიან. ხალბატონო, აი ძალიან კარგია რომ შევეხეთ ამ თემას, იმიტომ რომ მე მინდა რომ ახლა სანამ ამ ნაწილს ჩავხურავთ ჩვენი გადაცემის, მაინც თქვენი მოსაზრებებიც მოვისმენთ, იმიტომ რომ ორივე ექსპერტი ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ არსებულ რეალობაში, გასაგებია როგორ უნდა იყოს, მაგრამ არსებულ რეალობაში იმისთვის რომ ერთის მხრივ სახელმწიფო ექიმამ ახლა იცოდეს ვინ არის მიწი პაციენტი და საცხოვრს, იმიტომ რომ აღერცხვა ანგარიშგების სისტემა და ეს ელექტრონული ჯანდაცვა თუ არ აეწყო პირველად ჯანდაცვაში, საერთოდ მთელ ჯანდაცვის სისტემას დააუჭირდება და ყველაფერი წყალში ჩაიყრება, ხო? ეს უკვე გვესმის. მაგრამ აი არსებული რეალობის გათვალისწინებთ, როგორ შეიძლება ამის დაბალანსება და რაღაცნაირად
გარდამავალ პერიოდში ამის გამოსწორება როგორ ხედავთ? აი, ჯერ თქვენ ბრძანებთ და მე ნატოს აზრიც მაინტერესებს. ცოტა რთულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვახსენებ პაციენტის უფლებას. დიახ. აირჩიოს ექიმი, ამ უფლებას კანონი აძლევს მას და ვერ წაბართმევთ. მაგრამ და კიდე რაც ყველაზე მთავარია, ისინი ირჩევენ არა მარტო პირველად ჯანდაცვის დაწესებულებებს, არამედ მაგალითად ახალშობილის გაჩენის შემთხვევაში სამშობიაროსაც ადრე თითქოს სამშობიაროების ტერიტორიული პრინციპით იყო, მერე იყო კავშირი სამშობიაროსა და პოლიკლინიკას შორის მიმოწვლის ბარათებით და პედიატრი მიდიოდა და ხდებოდა ბავშვის ჩაბარება და მან უკვე იცოდა სად გადმოდიოდა ბავშვი. ეხლა ეს სისტემა მოშლილი ამას ვერაფრით, რაღაც გარკვეული არ ვიცი. არა, ეგ აქცენტია, რეფერალის სისტემაზეც ვისაუბრეთ, ეს აუცილებლად. ფინანსური ისიც სჭირდება მას რაღაც გარკვეული დაფინანსების მოდელების, მაგრამ დღეს მაგალითად ერთი რასაც მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, ეს არის ჩვენ ახლა რეფორმის ფარგლებში ვმუშაობთ, შეიქმნა ჩვენი რეფორმის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული სამედიცინო ისტორია და საერთოდ სისტემა, საინფორმაციო სისტემა. აი ამ საინფორმაციო სისტემაში სასურველია, რომ სამშობიაროდან მოხდეს ინფორმაციის მიწოდება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის და ალბათ დედა მიცის წინასწარ ხომ იცის სად მიდის. ერთია რომ შეიძლება მას ესე ფიქსირებულად საცხოვრებელი მისამართი ერთი არ კონდეს და კონდეს ორი ან სამი, მაგრამ სად აპირებს სამ შემთხვევაში პირველი პერიოდი ყოფნას ეს მაინც იცის, ხო? და ამიტომ რომ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის, რომ თქვენს უბანზე მოსალოდნელია გამოვდეს ახალშობილი. ანუ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას გაუჩნდეს ასეთი ინფორმაცია, რომ შემდეგ უკვე დაწესებულების შიგნით ეს იქნება ოჯახის ექიმის მიერ თუ საექთნო გუნდის მიერ მოძიებული იქნეს ახალშობილი და აიყვანონ აღრიცხვაზე, იქ სახლში ესტუმრებიან, ეს პირველი ვიზიტი ექიმის ექთნის და ასე შემდეგ ბავშვთა განვითარების მოცულობით გათვალისწინებული. ანუ ერთი მომენტი ეს არის ელექტრონული ჯანდაცვა. ერთი გამოსავალი ყოველ შემთხვევაში საინფორმაციო სისტემა და კავშირი სამშობიაროებსა და პირველადი ჯანდაცვის. ან ნებისმიერ კლინიკასა და პირველად ენჯი, იმიტომ რომ შეიძლება მე ოპერაცია გავიკეთე, გამოვეწერე ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ ეს ფრაზა, რომელიც უკვე ფორმალურ ფრაზად იქცა სამწუხაროდ, გამოვეწერე და მართლა მჭირდება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა დავუშვათ 2-3 კვირა ან 1 თვე ან 2 თვე. აი ეს ინფორმაციაც მოძიებადი უნდა იყოს ჩემი ოჯახის ექიმის მიერ ელექტრონულ ჯანდაცვაში. მოძიებადი კი არა, იცით, ჰოსპიტალურ სექტორს უნდა კონდეს ვალდებულება, რომ ხო, ამას გულისხმობ, რეფერალის სისტემა უნდა მიმოწვეს, რაც მინდა დავარქვათ. დღეისათვის მაგალითად თუ პირადობის ნომერი იცი, შენ შეგიძლია მოიძიო, რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში არის მიმაგრებული ესათვის პაციენტი. რომ შედიხარ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, ეს მოდული არის და მაგრამ უნდა ვთქვა, მე როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება წარმომადგენელი ჰოსპიტალურ სექტორს მაინც არ უყვარს ეს უკავშირი, რასაც ქვია, ანუ ჩვენ კი პატიოსნად ვავსებთ ას ფორმებს, რეფერალით ვაგზავნით პაციენტებს, მაგრამ იგივეს ჰორიზონტალური და ვერტიკალური კომუნიკაცია მინდა მეორე ნაწილში აუცილებლად თქვა, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის პრობლემა, რომლის გამოც მინდოდა დღეს არა მარტო პირველადი ჯანდაცვის ზოგადად არსი ეს გასაგებია, მეტნაკლებად თავზე გამოცდილი აქვს თითოეულს, მაგრამ აი სწორედ რა ასუსტებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, ეს მინდა აღვნიშნოთ და ეს აზრი რო არ გაწყდეს ქალბატონ ნატოს მოусმინოთ და პირდაპირ გავაგრძელოთ ეგ თემა, დიახ. ანუ ხა რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხო, აი მოკლედ რო ვთქვათ, გამოსავალს რაში ხედავთ ხომ? ხო, ძალიან რთულია ნამდვილად ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ხა ჩაწერის ინსტიტუტი აღარ არსებობს, ადამიანები ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ერთ ადგილას ცხოვრობენ და მეორე ადგილას არიან რეგისტრირებული. ნუ აი მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ აი აჭარაში ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება მოგიყვანოთ, მაგალითად ხულო, რომელიც არის მაღალმთიანი რეგიონი და მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან რეგიონში აქვთ გარკვეული სოციალური შეღავათები. ამიტომ არიან ადამიანები, რომლებიც იქ არიან რეგისტრირებული, მაგრამ რეალობაში ცხოვრობენ ბათუმში.
და იმისთვის რომ მიიღონ პირველ ჯანდაცვის დაუშვათ სპეციალიზირებული მომსახურება, მათ უნდა მიიღონ მიმართვა ოჯახის ექიმისგან. ამ ბათუმში მაცხოვრებელმა ადამიანმა ზამთარში უნდა იმგზავროს ხულოში, რომ ნახოს ოჯახის ექიმმა, მისცეს მიმართვა და შემდეგ მივიდეს ბათუმში. ხო, ამას ვეძახი ჰიპერბიუროკრატიზმისთან. აი, როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა? ნახეთ, რა თქმა უნდა, სათემო პრინციპი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობა უნდა იყოს ამის თაობაზე ინფორმირებული, რომ კი ბატონო, შენ გაქვს არჩევანის უფლება. შეგიძლია მაგალითად გლდანში თუ ცხოვრობ, დარეგისტრირდე ვაკეში პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მაგრამ უნდა იცოდე, რომ პირველადი ჯანდაცვა არის ყოვლისმომცველი მომსახურება, მათ შორის ბინაზეც. და ბინაზე ვერ მოგემსახურებიან და ამისთვის მაშინ უნდა გადაიხადო. ინფორმირება. ანუ ძალიან კარგ თემას შევეხეთ, აქ არის უკვე ჩემი უფლებები და მოვალეობები ვიცოდე. იმ შემთხვევაში თუ ამ სისტემაში ვარ რა მეკუთვნის და თუ ამ სისტემის წესებს მიღმა გავდივარ, იმიტომ რომ ახლა ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ამ წუთას ესე მჭირდება, მაშინ ნუ რას ვკარგავ და რას ვიძენ. თუმცა მე მინდა აქ ჩემი აზრიც ვთქვა, რადგანაც მეც მეტნაკლებად ამ ჯანდაცვის სპეციალისტის და მეტუმეტეს პირველადი ჯანდაცვის გულშემატკივარი გაყვარ ჩემი საწყისი, ასე ვთქვათ, საქმიანობიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული გაზიარების და სოლიდარობის პრინციპიც გარდამავალ პერიოდში შეიძლება გამოვიყენოთ, როდესაც მე ვიღებ მაინც იმ პაციენტს, რომ ჩემი უბნის, ასე ვთქვათ, არ არის და ჩემ სიაში არ არის, მე სამაგიეროდ ჩემ სიაში ვინც არის და სხვაგან არის, ის იღებს იმ პაციენტს და ემსახურება განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც გადაუდებელი ან კრიტიკული ან რაღაცა შეიძლება გართულდეს და ასე შემდეგ, ან პირიქით დიდხანს უწევს იქ დააყოვნება ქრონიკულია, ვერ მოდის ბინაზე, შულთან არის დაუშვათ ავადმყოფი დედა წაყვანილი და შვილი უვლის და ისო სხვა უბანში, სხვა ქალაქში ცხოვრობს. ალბათ აი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ სწორედ ისევ მე გამოსავალი მგონია ელექტრონულ ჯანდაცვას, იმიტომ რომ მაშინ მოხდება მიმოწვლა ოფიციალურად, რომ შეტყობინების სახე ექნება, რომ აი თქვენთან აღრიცხული პაციენტი ამ წუთას ამ და ამ მიზეზის გამო არის ჩემთან და ბუნებრივია აიღებს ეს. ეს რა თქმა უნდა ალბათ აუცილებელია, იმიტომ რომ ჯერ ერთი გაცვლა მოხდება, პაციენტების გამოქვითვა მოხდება რაოდენობის, რომ დაფინანსების მოდელი მოგეხსენებათ, ამის საშუალებას არ იძლევა და ალბათ უნდა მოხდეს ყოველი თვის ბოლოს თუ არა ყოველ კვარტალურად წლის ბოლოს იმისი გაშიფრვა თუ სხვა უბნიდან მე რამდენი პაციენტი დამემატა და პირიქით ჩემი უბნიდან სხვას რამდენი დაემატა და ამის აღრიცხვა ალბათ შესაძლებელია მithumetes დღეს ამ ხელოვნური ინტელექტის პირობებში პროგრამულად, მაგრამ მოდით ახლა ჩვენ თვითონ პოლიკლინიკებს შორის პაციენტების და მათი აღრიცხვა ანგარიშგების მომსახურების სისტემას მეტნაკლებად შევეხეთ, მაგრამ მთავარი და ყველაზე მტკივნეული მთლიანად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის არის აი სწორედ ეს ინფორმაციის გაცვლა, რეფერალის სისტემა, მე გავაგზავნე კლინიკაში, კლინიკამ ოპერაციის თუ სხვა манипуляციების გამოკვლევის შემდეგ დამიბრუნა პაციენტი. აი ეს რეფერალის სისტემა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, მიმოცვლის ბარათები, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს. ქალბატონ მარინა, გავაგრძელოთ ეს თემა და მოკლედ და კონკრეტულად ცადოთ მივცეთ რეკომენდაცია, როგორ უნდა იყოს აწყობილი. როგორ არის ვიცით? ხო, როგორ უნდა იყოს აი ეს მინდა რომ თქვენ ვცანოთ. მე გითხარით, რომ ზოგადად ცოტა განაწყენებულები ვართ ჰოსპიტალურ სექტორზე, იმიტომ რომ გვინდა ხოლმე რომ უფრო სრულ ყოფილი იყოს ეს 100 ფორმა დროულად გამოგვიგზავნა. ანუ როგორ არა ფორმა 100 ფორმა, რასაც ჩვენ ვეძახით, ის არის რა თქმა უნდა არსებობს წესით და კანონით და ის ჰოსპიტალური ნაწილი ამას ავსებს რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენამდე რომ მოვიდეს. ჩვენამდე რომ მოვიდეს. ნუ ანუ ამას ქვია ინტერფეისი, ანუ კავშირი, ადგილი, სადაც გადაკვეთა ხდება პირველადი და მეორეული ჯანდაცვის. აი ეს ინტერფეისი გვაკლია ყველაზე უფრო მეტად. ანუ კონდეს გაზიარებული. როგორ არის საჭირო ამისთვის? მანდატორული გახდეს? არა, ამას მაინც ორგანიზაციული ხარდაჭერა ჭირდება და აი ეს საინფორმაციო სისტემები, ის რაც დღეს მრავლად არის, უკვე რაღაცების საშუალებას იძლევა. მეც ასე მგონია. მაგალითად, აი გეტყვით, თუ ადრეს იმუნიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი თემა ბავშვთა ასაკში და მოგეხსენებათ ბავშვები ძალიან ბევრს მოძრაობენ ერთი ბებია მეორე ბებია დედა მამა და ასე შემდეგ და აცრას საჭიროებენ ადრე თუ შენ უნდა
შენი ისტორიით გევლო აქეთ იქით და ანატარებდი ამ ისტორიას ან არა გაგახსენდებოდა ან არა დღეს უკვე არსებობს ჩვენ სამინისტროს საიტზე არსებობს მოდული რომელსაც ქვია იმუნიზაციის მოდული და სადაც მიხვალ იქ უკვე ექიმს აქვს საშუალება გახსნას ის მოდული და ნახოს შენი იმუნიზაციის ისტორია და შესაბამისად უწყობს მას ხელს განსაზღვროს რა გეკუთვნის და ეხმარება ექიმს მიიღოს გადაწყვეტილება ჭირდება და რა ჭირდება და რომელიაც რა ჭირდება. ველოდებით რომ ასე უნდა იყოს როგორც თავიდანვე გითხარით ელექტრონული სამედიცინო ისტორია და ეს უკვე შექმნილია ეს უნიფიცირებული სამედიცინო ისტორია რომელიც მიცემს ექიმს საშუალებას, იქ რა თქმა უნდა კონფიდენციალობაც ძალიან. ხო, სისტემურ კონფიდენციალობაზე იქნება დაცული პაციენტის პირადი მონაცემების შესახებ, რომელიც მიცემს საშუალებას ექიმს შევიდეს სისტემაში, გახსნას ეს ელექტრონული სამედიცინო ისტორია და წაიკითხოს ანამნეზი. ანუ დიდად არ იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რას მოუყვება ექიმი, ეს უკაცრავად პაციენტი, რა ექნება, რა აქვს მას გაკეთებული და რა ჭირდება უშუალოდ კონკრეტული ვიზიტისთვის. ასევე სასურველია რომ გქონდეს ჩვენ ურთიერთობა მეორეულ დონეზეც. ანუ მეორეულ დონეზე აი ეს 100 ფორმა არ არის ლაპარაკი იმაზე რომ ჩვენ გქონდეს საშუალება იმისი რომ შევიდეთ და მთელი სამედიცინო ისტორია რომელიც ჰოსპიტალურ დონეზე და უშუალოდ იმ კონკრეტული ეპიზოდის შემთხვევაში შეივსოს, მაგრამ აი ის 100 ფორმა რომ ან ელექტრონულად გადმოგვიგზავნონ, ან ჩვენ თვითონ გქონდეს საშუალება რომ შევიდეთ და ვნახოთ ეს 100 ფორმა, იმიტომ რომ აი შემდგომი მეთვალყურეობა დავგეგმოთ და გავაგრძელოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული პაციენტზე, იმიტომ რომ პაციენტი შეიძლება და უმეტეს შემთხვევაში ან არასრულყოფილად, ან არასწორად, ან სულად შეიძლება არ ახსოვს და სულაც მის მეხსიერებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ამიტომ ჭირდება პასუხები იმ წინარეულ კვლევების და ელექტრონული საინფორმაციო სისტემა მე მგონია რომ 21 საუკუნეში არის ერთადერთი საშუალება ხსნა აი ამ ჩვენი მდგომარეობის გეთანხმებით და მე ვფიქრობ რომ ჩვენგან ახლა პირველად ჯანდაცვის ექიმივით ავლაპარაკდი, მაგრამ ხო ამას გულისხმობ რომ დავუშვათ პირველად ჯანდაცვაში როცა ვართ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაც გარკვეული კარგი გაგებით მანდატორული რეფერალის ვალდებულება როგორც კი ჩაირთვება რაღაცა სიგნალი იმისი რომ სასწრაფოდ გადასამისამართებელია ნეიროქირურგთან თუ კარდიოქირურგთან თუ ონკოლოგთან თუ სხვა მაგრამ რო გაუშვეს პაციენტი მეც როგორც ექიმი ვერ გავიზრდები პრაქტიკას ვერ ვიძენ თუ არ მივიღე მერე უკუგება დადასტურდა ეს ჩემი ეჭვი ნამდვილად დადგინდა ის დაავადება რომელიც მე სავარაუდო დიაგნოზად იმიტომ ჩვენ მომაყურებელმა იცის ხო არის საწყისი დიაგნოზი, სავარაუდო დიაგნოზი, კლინიკური დიაგნოზი, საბოლოო დიაგნოზი. ეს ყველა არ არის ესე დაყოფილი, იმიტომ რომ ჭირდება დიაგნოზ დაზუსტება და ვერიფიცირება მოხდა თუ არა. იმიტომ რომ მეც მეწოდინება მომავალში რომ აი ამ სინდრომის, ამ სიმპტომო კომპლექსის, ამ პირობებში მე უნდა ვივარაუდო სხვა დროსაც ესა თუ ის და გავუშვა დროულად. ერთ ჩართვას გავაკეთებ. ანუ სპეციალისტებთან რეფერალი ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს სინამდვილეში შეიძლება ორად გავყოთ. ერთი შიდა ხო? პირველადი ჯანდაცვის დონეზე ამბულატორული სერვისების სპეციალისტებისთვის კი, იმიტომ რომ მასაც ყავს, ხო, ქალბატონმა ბაზისურ პაკეტში არის და აი აქ უფრო შედარებით მოგვარებულია, შედარებით კი არა მოგვარებულია. ანაზღაურებადია, ხო? უმრავლეს შემთხვევაში უფასოა, ანუ პაციენტისთვის უფასო და რაც ვთქვი, ეს არის პრაქტიკულად ერთ შენობაში და შესაბამისად იქ იმ ორგანიზაციაში ერთი წესია, ერთი სამედიცინო ისტორია და კომუნიკაცია სპეციალისტებსა და ოჯახის ექიმებს შორის კარგად აწყობილ დაწესებულებაში ხასოს ეს მოგვარებულია, მაგრამ ამ წუთში ჩვენ ვლაპარაკობთ მე მგონი უკვე მეორეული მესამეული დონე. კი ბატონო. იცით რა, ამბულატორულ დონეზე სპეციალისტიც ითვლება მეორეული დონე. ლაპარაკობთ ჰოსპიტალურ დონეზე.
ანუ აი ეს არ უნდა აგვერიოს ჰოსპიტალთან ურთიერთობა გვაქვს ცოტა უფრო პრობლემა თორე პირველ ხო ეს გასაგებია კი ბატონო ეს არ გასაგებია ხა იქვე გვერდით ნევროლოგთან იმიტომ დავაზუსტეთ თქვენთან კითხვა ამას გულისხმობთ რომ ჩემსავე ნევროლოგთან კარდიოლოგთან გინეკოლოგთან გავუშვით ჩემ დაწესებულებაში გასაგებია ან ჩემ ქსელში მაგრამ ჩვენ საუბრობთ როცა ჰოსპიტალურ სექტორში ვუშვით გადის უკვე კი და მე მჭირდება უკუგება ოპერაცია გაკეთდა რა დიაგნოზი დადგინდა რა გამოსავლებია და მიბრუნებ თუ არა ამბულატორიულ მეთვალყურეობის ქვეშ იმიტომ რომ მით უმეტეს თუ ქრონიკული ან მით უმეტეს თუ უკურნებელი სენი დადგინდა მე მაქვს ვალდებულება მივანიჭო ეს მეოთხე კლინიკური ჯგუფი და მივხედო ხო აი სანამ ჩვენ დავამთავრებთ დრო ისე უცებ გავიდა ამ საინტერესო საუბარში რომ სამწუხაროდ ლიმიტი აქვს ჩვენს გადაცემასაც მაგრამ ვერ დავასრულებ ისე ეს ორი თემა რო არ დავხუროთ მეორე ნაწილში ჩვენი უნდა ქალბატონ ნატოს თქო ძალიან მოკლედ მოგვიხაზოთ დაფინანსების თემები ანუ რა პრობლემები შემოდის აქ როცა ჩვენ საუბრობთ განაწილებაზე ფონდების და შემდეგ უკვე პაციენტის განსწავლის თემა მინდა რომ ჩავხუროთ და ამით დავასრულოთ. დიახ, მადლობა ამ კითხვისთვის. რა შეეხება დაფინანსებას? ახლა მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება ხდება კაპიტაციური პრინციპით. ანუ რას ნიშნავს ეს კაპიტაციური პრინციპი, რომ მიმაგრებული მოსახლეობის მიხედვით რაღაც კონკრეტული თანხა არის გამოყოფილი ერთეულ მოსახლეზე, რომელსაც იღებს ეს დაწესებულება ყოველთვიურად და ანუ კაპიტაციის პრინციპი ზოგადად ის არის, რომ რა თქმა უნდა, ხა რო ყავს 2500 მოსახლე მიმაგრებული 2500-ივე არ ჭირდება ხა ინტენსიური გამოკვლევები და ინტენსიური სპეციალისტების კონსულტაციები, უბრალოდ ის ადამიანები, ვინც ამის მეტი საჭიროება აქვს, უფრო მეტად მოიხმარს ამ რესურსს, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც ამის საჭირო ამ კონკრეტულ კი ბატონო. ეს დაფინანსება, სამწუხაროდ არ არის, რა თქმა უნდა, ხა ისეთი, რომელიც ყველას ეყოფა და არ არის საკმარისი, დაახლოებით ლარი და 93 ითვლება, რომ კაპიტაციური დაფინანსება არის ერთსულ მოსახლეზე. შესაბამისად, რაც მეტია მოსახლეობა მიბმული კონკრეტული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებასთან, მით უკეთესი და ამ დაფინანსებაში ნახეთ ამ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მენეჯმენტმა უნდა მოახერხოს ის, რომ შეიძინოს ლაბორატორიის რეაქტივები, მოახდინოს დიაგნოსტიკური კვლევების ცვეთის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა, გადაიხადოს ხელფასი, გარკვეული რეაბილიტაცია და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა არ არის სამწუხაროდ საკმარისი და ნუ ეს ხელფასების თემაც. ხო, ანუ ეს არ არის მარტო სამედიცინო ხარჯი, მაგრამ ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ეხლა, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მინისტრის 2025 წლის 30 აპრილის ბრძანებით დაიწყო ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. 25 წლიდან დაიწყო და 2028 წელს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავრცელდეს ეს რეფორმა და სოფლებიც უნდა ჩაერთონ. ამ რეფორმაში 25 წლის აპრილიდან რაც დაიწყო, მხოლოდ 6 საპილოტო სამედიცინო დაწესებულება იყო ამაში ჩართული. და 26 წლის მარტიდან ახლა კიდევ ველოდებით, რომ ახალი სამედიცინო დაწესებულებები ჩაერთვებიან ამ რეფორმაში. რას გულისხმობს რეფორმა? რეფორმა გულისხმობს გაფართოებას ორი მიმართულებით. ერთი ბაზისური პაკეტით მიწოდებული სერვისების გაფართოება და მეორე დაფინანსების გაზრდა. ანუ თუ ახლა არის ლარი და 93 ბაზისური კაპიტაცია იზრდება 4 ლარ და 20 თეთრამდე, ანუ პრაქტიკულად 2.5-ჯერ მატულობს ეს ბაზისური კაპიტაციური დაფინანსება და კიდევ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შემოდის ხარისხზე ორიენტირებული გადახდა. ანუ მოგეხსენებათ თქვენ, რომ ესეთი გათანაბრებული გადახდა, როცა мотиваცია არ გაქვს, რომ ხარისხიანად იმუშაო, არ მუშაობს სამწუხაროდ და ამიტომ ადამიანები, რომლებიც ძალიან დატვირთული არიან დღეში 30 პაციენტის მიღება უწევთ, ნაკლებად ფიქრობენ უფრო ხარისხზე. აი ეს ბონუსური სისტემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული ხარისხის ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში შენ მიიღებ უკეთეს დაფინანსებას და იმ ბაზისური კაპიტაციის 10% კიდევ დაგემატება, თუ მაგალითად, კარგად უმკურნალე დიაბეტს და გლიკოზირებული ჰემოგლობინი გაქვს კონტროლირებული. თუ კარგად მაჩვენებლების მიხედვით ინდიკატორები არის სამინისტროს მიერ დადგენილი. თუ ამას შეასრულებ, შესაბამისად უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებ, რაც იგულისხმება ასევე რომ ექიმის ხელფასაც გაზრდის, ექთნის და პლუს მეორე მიმართულება რაც აღნიშნე, ეს არის თვითონ პაკეტის გაფართოება. ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბევრი კარგი და დადებითი რამ შემოიტანა, ის რომ აი რაც მარინამ აღნიშნა, რომ სპეციალისტები და კვლევები არ იყო დაუშვა დასაწყისში,
ბევრი სპეციალისტის და კვლევის ჩართვა მოხდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ მაგალითად დიაბეტიან პაციენტებს არ უფინანსდებოდათ გლიკოზირებული ჰემოგლობინი, არ ფინანსდებოდა შარდში ალბუმინ კრეატინინის შეფარდება, ასევე არ ფინანსდებოდა არტერიული ჰიპერტენზიის და სისხლში ელექტროლიტები, ჰიპერურიკემია. რა თანამედროვე პროტოკოლებით აუცილებელია და სირცხვილი ამ ბაზისური პაკეტით უკვე შემოდის ეს. ანუ პრაქტიკულად შენს პაციენტს მიაწვდი აბსოლუტურად ყოვლისმომცველ მომსახურებას და ეს პაციენტი მიიღებს სწორედ ისეთ ჯანდაცვას, რომელიც უნდა მიიღოს იდეალურ შემთხვევაში და პლუს ყველაფერთან ერთად ამისთვის შენ მიიღებ ასევე უკეთეს დაფინანსებას, თუ შენ ხარისხიანად შეასრულებ ყველა იმ ინდიკატორს და შემოდის კლინიკური აუდიტის მოთხოვნა კიდევ იმისთვის, რომ ჩაერთო ამ გაფართოებულ ბაზისურ პაკეტში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა. ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ შენ ყოველწლიურად შენს სამოქმედო არეალში სამ კლინიკურ მიმართულებაში აუდიტი უნდა ჩაატარო. და კლინიკური აუდიტი უკვე ხდება შენი ყოველდღიური კლინიკური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, იმიტომ რომ თუ არ გაზომე და არ ნახე რას აკეთებ, რა იცი როგორ აკეთებ. ამიტომ მინიმუმ 3 მდგომარეობაზე ყოველწლიურად უნდა ჩაატარო აუდიტი, გამოავლინო ხარვეზების შეადარო სტანდარტს, განსაზღვრო რატო გაქვს ეს ხარვეზი და იმოქმედო იმ კონკრეტულ მიზეზის აღმოფხვრაზე და ეცადო რომ გააუმჯობესო და მიუახლოვდე. ძალიან კარგი პროფესორი, ძალიან კარგი мотиваცია ექნება და შესაბამისად ხარისხს გასდის ძალიან დიდი შემოქმედობითობის, ასე ვთქვათ, მონდომების, კაცელებთ ახალი რაღაც მეთოდების მოფიქრების, დანერგვის, პაციენტების მოზიდვის, ძალიან ბევრი იდეის ხელშემწყობი გახდება, იმიტომ რომ ყველა დაინტერესდება იმით, რომ მოიბას პაციენტი, რომელიც სხვაგან აღარ წავა, იმიტომ რომ ამ პოლიკლინიკაში, ამ პირველად ჯანდაცვის ცენტრში ნახა ეს მომსახურება, მაგრამ მე აქ კიდევ მინდა რომ თქვენ თვითონვე აღნიშნოთ, რატო არის აი ძალიან მოკლედ და გასაგებად, ძალიან არ გადავაჭარბოთ. დროს რატო არის ეს სახელმწიფოსთვისაც არა მარტო იმიტომ რომ ჩემი ჯიბიდან გადახდა სამცირებს და ფინანსურ ტვირთს ამცირებს ჩემ ოჯახზე როგორც პაციენტის სახელმწიფოსთვის რატო ეს ძალიან მნიშვნელოვანი აი ეს რა უხსნათ უცებ დიახ რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველადი ჯანდაცვა იყოს ძლიერი საერთოდ სოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს რომ სადაც არის ძლიერი პირველადი ჯანდაცვის სისტემა იქ აი ეს ეგრეთ წოდებული აი ფინანსურად მინდა რომ აი ფინანსურად მაგალითად პირველად ჯანდაცვაში ჩავდე და დავხარჯე ფული შესაბამისად ჩავდე პრევენციაში ფული. ანუ პრევენციაში რო ჩავდე ფული, თავიდან ავიცილე დიაბეტი, ჰიპერტენზია, უკვე ჩამოყალიბებული დაავადების შემთხვევაში თავიდან ავიცილე გართულებები, მაგალითად ინსულტი, ინფარქტი, მეოთხე კლინიკური ჯგუფი, სიმსივნის და ასე შემდეგ, რაშიც ყველაზე მეტი თანხა იხარჯება. ანუ თავიდან ავიცილე ხო არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია. არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია და რასაც ვეძახით საბოლოო წერტილებს, ხო? ანუ პრაქტიკულად შევამცირე აი ამ საბოლოო წერტილების განვითარების ალბათობა მე თუ ჩავდე ფული პრევენციაში. ანუ პრაქტიკულად პირველადი ჯანდაცვის ძირითადი ფუნქცია ხო პრევენცია. ის რომ პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია. კი ბატონო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯი ეფექტურობა. ხარჯი რა თქმა უნდა ეს არის პირველადი ჯანდაცვის ხარჯი ეფექტურობა. მე რატომ მინდოდა რომ თქვენ ექსპერტებს ეს გაგენიშნათ, იმიტომ რომ ყოველს გონია რომ დღეს რამდენ ფულს ხარჯავ, ეს რატო უნდა დავხარჯო, მე რა მოგება მაგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოსაც და თვითონ მოსახლეობასაც ესმოდეს რომ ყოველთვის ესია რა ხანდახან დღევანდელი კვერცხის ჯობს ასე ვთქვათ ხვალინდელ ქათამს და ეს არის ძალიან ასეთი არა მარტო ხარჯის ეფექტური, არამედ კლინიკურად მნიშვნელოვანი გამოსავლები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა საჭიროა განმევითარდეს მეორე, მესამე და მეოთხე სტადია დაავადების, თუ შეიძლება ის მართული იყოს და დარჩეს ბატონო პირველ სტადიაზე, თუ მთლად აღდგენა და განკორნება ვერ მოხდება და დასასრულს ჩვენი გადაცემის ორი სიტყვით მინდა რომ პაციენტის განსწავლის როლი აღნიშნოთ, ოღონდ რაც ვიცით ეს გასაგებია რომ ინფორმირებული არის შეიარაღებული და შემდეგ, მაგრამ თანხობრივად მაინტერესებს აქაც, რამდენად იდება კომპონენტი პაციენტის განსწავლის თანხის გადახდას გულისხმობ და რა ტიპის განსწავლაზე იქნება, იმიტომ რომ ხა ჩვენ გვახსოვს რომ პოსტერები იყო გამოკრული ჩვენ ბავშვობაში რაღაც პლაკატები, ნახატები, სხვა ძალიან ინფორმაციული იყო. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ცოტა ფორმალური იყოს, ან განათლება, როგორც მაშინ ეძახდნენ, მუშაობდა. ამას ვერავინ ვერ უარყოს, ლექსები იწერებოდა და მაიაკოვსკი ძალიან აქტიური იყო სხვა ამაში და მთელი ამბები, სხვა ბულგაკოვიც, რომელმაც თეატრიც კი შექმნა და ჩვენც ქონდა სანგანათლების ძალიან კარგი თეატრი, რომელსაც ქალბატონ ლილი იოსელიანი
სახელმწიფო მაღალი დონის იყო იმის გამომდა და ძალიან ცნობილი მსახიობებიც. ანუ ეს სან განათლება მუშაობდა, ამასაც ვერ ვიტყვით რო არა. ამიტომ ის მნიშვნელობაზე კი არა, უფრო მე მაინტერესებს მე რო სან განათლება ჩაუტარო, როგორც ადრე ეძახდნენ და ხა პაციენტის განსწავლა, მოსახლეობის განსწავლა, მარტო პაციენტის არა. ექიმმა რა დაინტერესება მაქვს ამაში თანხას მიხდიან ამას მიზომავს ერთანს დავავალებ ამას ანუ როგორ არის მოდელში ეს წარმოდგენილი ეს კომპონენტი ქალბატონო ლაპარაკობთ ახლა მოდელს რომელიც რეფორმის პროცესში დიახ ეს მაინტერესებს იცით რა ასე გაწერილი და ასე ინდიკატორი აი როგორც მაგალითად შაქრიანი დიაბეტის მართვის დროს პაციენტს აუცილებლად უნდა გაუზომო გლუკოზა და გლუკოზის მაჩვენებელი შემდეგ უკვე ლაპარაკობს მის მდგომარეობაზე ასე განათლებასთან დაკავშირებით ხაზგასმული ის არ არის ჯერჯერობით არ არის თუმცა მე თავიდანვე აღნიშნე რომ განათლება ეს არის საერთო კომპონენტი განათლებაზე მიდის ძალიან ბევრი დრო ამ წუთში თუ ჩვენ საერთო კომპონენტს არ მოვამზადებთ საერთო კომპონენტის ვალდებულება არ იქნება და შემდეგ აი როგორც ექიმების შემოქმედებას ვაფასებთ ახლა ინდიკატორებით ასე არ შევაფასებთ ექთნების შემოქმედებასაც ანუ ექთნის მომსახურეობას იქამდე აი ამ კომპონენტის გამოსწორება იქნება ცოტა ზოგადი ისევ როგორც ნატომ თქვა თუ არ გამოზომავთ თუ არ დავთვლით რამდენ პაციენტს ჩაუტარდა განათლება კი ბატონო შეიძლება როდესაც მე ვატარებ შაქრიანი დიაბეტის აუდიტს სიტყვაზე ვთქვათ იქ ერთ-ერთი აუდიტის კრიტერიუმი მქონდეს რამდენ პაციენტს ჩაუტარდა განათლება მაგალითად ტერფის მოვლის შესახებ ან რამდენ პაციენტს ჩაუტარდა ყვებასთან დაკავშირებული კონსულტირება ხო ეს აუდიტის მაგრამ ის რო დაუშვათ ეს იყოს ინდიკატორი რის გამოც ორგანიზაციას ექნება ვალდებულება მის დამფინანსებელთან ჯერჯერობით ესეთი არ არის. ან ფინანსური мотивация. აი ეს კითხვა რო დავსვით. ესე იგი ეს კომპონენტი უნდა ჩაითოს, ჩემი აზრით. იმიტომ რომ ეგთანიც დაინტერესდება, იცის ამეკთან კონკრეტული ერთი ფუნქცია მისი ეს არის. ამაში მიიღებს ამდენს და შესაბამისად ჯერჯერობით არ არის და თუ ისევ თუ мотивация არ ექნება, ეს мотивация ფინანსური არ იქნება, პაციენტის განათლებაზე იხარჯება საკმაოდ დიდი დრო. დრო ნიშნავს რომ ესე იგი ოჯახის ექიმმა უნდა გამოინთავისუფლოს, ანუ იმაზე ნაკლები პაციენტი უნდა მიიღოს და ამიტომ ეს საექსნო კომპონენტია უდაოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ექიმი ჩაერიოს თუ დაისვა ესეთი კითხვა რომ ხო ამასაც კომპეტენციას ცდება. ექთანი უნდა იყოს მომზადებული ამის და უნდა არსებობდეს დაწესებულებაში ლიფლეტები, მოსაინფორმაციო მასალა. როზის მაგალითად პაციენტი მოსაცდელში მას უნდა კონდეს საშუალება რომ აიღოს და ეკრანზე უყუროს რაღაცას ამბოსტერი. ბევრი საშუალებაა ამის. მე გული მწყდება, კი, ნამდვილად და ეს უკვე ჩაღრმავებულად კომუნიკაციის სტრატეგია ძალკე უნდა დაიწეროს ალბათ და ბუნებრივია თემების მიხედვით და მიმართულებების მიხედვით საინფორმაციო მასალები იყოს, ალგორითმები ძალკე და ყველაფერი მართვის ექიმებისთვის და ექნებისთვის და პაციენტებისთვის პოპულარულ ენაზე დაწერილი ელემენტარულად სიმპტომების ამოცნობა და მიმართვა და მათი უფლებები და ვალდებულებებიც ალბათ აუცილებლად. მე გული მწყდება რომ ჩვენ კიდევ ბევრ რამეზე ვერ ვისაუბრეთ, იმიტომ რომ თვითონ პირველადი ჯანდაცვა არის დიდი თემა და იმეც ვიტოვებ რომ აი ეს მშვენიერი წარმატებული ქალბატონები, რომლებიც მარტის დღეების კონტექსტში მოგიწვიეთ და ვისაუბრეთ რთულ არა მარტო, არა გასაგაზაფხულო, არამედ მძიმე თემებზე, კიდევ მეწვევით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სხვა ჩვენი აქტივობების ფარგლებში და ჩვენ მე კიდევ ვისაუბრეთ შუალედურად რა ეტაპზეა რეფორმა და იმედი მაქვს რომ შევხვდებით მაშინაც როცა ეს რეფორმა ფაქტობრივად დაინერგება და ნახავთ რა პირველ შედეგებს მოგცემს. დღეს კი მადლობას მოგახსენეთ ამ ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მე ვფიქრობ თუ ჩვენს დღევანდელ იდეას ვინმე გულისყურით არა მარტო გონებით არამედ თავისი ნამდვილად ემოციითაც უსმინა ძალიან ბევრ ქვეტექსტს, ძალიან ბევრ კიდევ უთქმელს გაიგებდა და მე ვფიქრობ გაითვალისწინებს იმ რეფორმის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში, რომელმაც მთლიანად უნდა გადაარჩინოს და გააძლიეროს არა მარტო პირველად ჯანდაცვის, არამედ მთელი ჯანდაცვის სისტემა და ნამდვილად დავესესხები ისევ თქვენს მშვენიერ ტერმინებს,
ორიენტირებული იყოს არა მარტო უბრალოდ ესეთ მშრალ ტექნიკურ სამეცნიერო მომსახურებაზე, არამედ მოვლაზე, ზრუნვაზე, ყურადღებაზე, მეთვალყურეობაზე და სიყვარულზე ჩვენი პაციენტების. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ ერთხელ.